გაერო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს მონაცემებით 2025 წელს სურსათზე გლობალური ფასები 4,3%-ით გაიზარდა, საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 127,2 პუნქტი შეადგინა. ამავე დროს დეკემბერში სასურსათო ფასთა ინდექსი ნოემბერთან შედარებით 0,6%-ით შემცირდა, რაც ძირითადად რძის პროდუქტებზე, ხორცსა და მცენარეულ ზეთებზე ფასების კლებამ განაპირობა. მიუხედავად ამისა, დეკემბრის ფასები წლიურად 2,3%-ით ნაკლებია და 2022 წლის პიკურ ნიშნულთან შედარებით 22%-ზე მეტით დაბალი რჩება. დეკემბერში მარცვლეულის ფასები 1,7%-ით გაიზარდა, რაც ხორბლის მიწოდების შესაძლო შეფერხების შიშს და სიმინძე ძლიერი საექსპორტო მოთხოვნას უკავშირდება. თუმცა მთლიანად 2025 წელს მარცვლეულის ფასები თითქმის 5%-ით შემცირდა და ბოლო 5 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მცენარეულ ზეთებზე ფასები დეკემბერში შემცირდა, თუმცა წლიურად 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც გლობალური მიწოდების შეზღუდვით აიხსნება. ხორცის ფასები დეკემბერში 1,3%-ით დაეცა, მაგრამ წლის განმავლობაში 5%-ზე მეტით გაიზარდა, რაც გლობალურ მოთხოვნას, დაავადებებსა და გეოპოლიტიკურ რისკებს უკავშირდება. რძის პროდუქტებზე დეკემბერში მნიშვნელოვნად 4,4%-ით გაიაფთა ფასი, თუმცა მთლიანად 2025 წელს ფასები ამ სექტორში 13%-ზე მეტით გაიზარდა. რაც შეეხება შაქარს, დეკემბერში ფასები გაიზარდა, თუმცა წლის ჭრილში 17%-იანი კლება დაფიქსირდა, ეს ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. FAO-ს შეფასებით, ფასების ცვლილებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს გლობალური მოთხოვნა, მიწოდების შეზღუდვები და გეოპოლიტიკური რისკები.